გახსოვთ, სახარებაში ძალიან კარგად არის ნათქვამი, როდესაც მდიდარი აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში გაახილა თვალები და იქ მიხვდა, რომ რა ყოფილა სინამდვილე. და სწორი თვალით იქიდან დაინახა. და ევედრება აბრაამს, მამამისი დაინახა და აბრაამი იყო მისი შთამომავალი იყო და ჯერ აბრაამს ევედრება, რომ გადამარჩინო და აბრაამი ეუბნება, ეგ მე არ შემიძლია, ეგ ღმერთს ხელშიაო. მაშინო ჩემ წინაპრებთან იქნებ წახვიდეო, წავიდეს ვინმეო და იქიდანო ჩემი წინა ლაზარე წავიდეს, ლაზარის იცნობენ ისინიო და იქნებო ლაზარის თუ აღადგენთო მკვდრეთიდანო, იქიდან ხედავს რომ ყველაფერი შესაძლებელია თურმე. მკვდრეთით აღდგენას და ყველაფერი და იქნებ ლაზარე მიუშვა და ჩემი ძმები არ მოვიდნენ აქო, იმიტომ რომ თავის ძმების იმედი აქვს. ისინი თუ არ მოვლენ ჯოჯოხეთში, ამაზე ამ ძმა უყვართ და მასზე სხვანაირად ილოცებენ. არ ილოცებენ ტიპიკონარულად რაღაც წესებით, უფრო გულით და უფრო სულით ილოცებენ. და აბრაამი ეუბნება, რომ მაგათ უყავთო წინასწარმეტყველები მოსედი, იმათი უნდა ისმინონ, ეს არ შველისო ამ შემთხვევაშიც. ანუ აქ რაღაცა დიდი უზარმაზარი უფლისმადლი და წყალობა შველის. ანუ როგორ უნდა და რა დაინახა, რაზე აეხილა თვალები მდიდარ ჯოჯოხეთში. ერთი დაინახა, რომ აბრაამის წიაღი არსებობს, მეორე დაინახა, რომ თურმე გლახაკები სამოთხეში ხვდებიან და არ ყოფილა ესე მდიდარი და გლახაკი არ წონის თურმე სამოთხესაც და ფული არ ანათებს ჯოჯოხეთს და დაინახა ის, რომ წინა თავისი ახლობლების ლოცვას დიდი ძალა აქვს. ამიტომ ითხოვა, რომ როგორმე თქვენ თუ ვერ მშველით მე, ჩემ წინაპრებს უშველეთ, რომ მე იქიდან რაღაც იქნებ მეშველოს. ამიტომ აქედან გამომდინარე ეკლესიას აქვს ასეთი წესი. ის თავისი წესებიდან გამომდინარე, თავისი პრინციპებიდან გამომდინარე ვერ ლოცულობს თვითმკვლელებზე. იმიტომ რომ ეკლესია ლოცულობს ქრისტიანულად აღსრულებულებებზე. და წესის აგება ამას ქვია. აგება ნიშნავს დასრულებას საერთოდ. როცა სახლს ვაშენებ და ავაგე ნიშნავს სახურავით რომ დავახურე. ამიტომ, როდესაც ქრისტიანულად კვდება ადამიანი, მას ქრისტიანული პატივით კრძალავს. წესის აგება არის ქრისტიანული პატივით დაკრძალვა. რომ შეეწიოს ის სრულყოფილებისათვის რაც ადამიანს კიდევ აკლია, რადგან სახარებაში წერია, რომ იოანე ნათლისმცემელიც კი დიდი წმინდანია, ყველაზე დიდი წმინდანი დედამიწაზე, მაგრამ ცათასასწრაფოებში უკანასკნელი მასზე მეტია. ანუ ცათასასწრაფოში რომ მოხვდე, კიდე სხვა მადლია საჭირო. იქ კიდე უფლის მოწყალებაა საჭირო და ამიტომ წესის აგებაზე არის ეს ყველაფერი ითვლება საღვთო მადლად, რომელიც ადამიანს როგორც წმინდანიც არ უნდა იყოს, მაინც ესაჭიროება მისი სრული აგებისათვის. სრული დასრულებისათვის იმ მშენებლობისა, რომელსაც აი დამასტრაიწელს თქვია რუსულად, ეხლა ბევრმა იცის ეს და ამიტომ ამბობ ამ სიტყვას, ესეთი შინაგანი გასაღებულებას, განგებულება ქვია, იქაც აგებულებაზეა ლაპარაკი და იკოდომია ბერძნულად, სახმშენებლობა. აი ეს იმიტომ ქვია წესის აგება, რომ ადამიანის დასრულდეს ის მშენებლობა, რომელიც მიდიოდა, რომ ადამიანი ამ დედამიწაზე მიდიოდა ეს მშენებლობა, რომ ადამიანი ცხონებულიყო. და გახსოვთ პავლე მოციქული ამ აგებულებას როგორ აღწერს, განგებულებას. ვიმეორებ ამ სიტყვას, უფრო კარგად გავიგოთ სიტყვა განგებულება, სახმშენებლობას გულისხმობს. გახსოვთ, ითესება სიმდაბლით და აღდგება დიდებით. ითესება ტკივილით, აღდგება ნეტარებით. ანუ შენდება ეს ყველაფერი აი ამ ცხოვრებაში რაღაცა გაჭირვებებით, ტკივილებით, რაღაცა უბედურებებით. და ეგ გაჭირვება თუ კაც მიიყვანს არა მოთმინებისაკენ და სულიერ სიმაღლისაკენ, რომ მოთმინებით მოიპოვოს თავის სული და მოპოვებული ქონდეს და არ დაკარგოს, არამედ მიიყვანს სასწრაფკეთილებამ თვითმკვლელობამდე, აქ ცოტა მძიმეა უკვე მდგომარეობა. და გამოსავალი არის ერთი, რომ იმ ადამიანებმა, რომელიც არის მისი ახლობელი, მან ილოცოს მასზე, ან მათ ილოცონ მასზე.